ვაზიანის სამხედრო მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილი ჯარისკაცი ხელმძღვანელობას პოლიტიკურ ზეწოლაში ამხელს. აღდგომილი ანტკარის მკვიდრი ბესიკ პატაშური ამბობს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მყოფ ჯარისკაცებს არჩევანის უფლება პრაქტიკულად წარქმეული ჰქონდათ და ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურები მათ პოლიტიკური არჩევანის მმართველი გუნდის სასარგებლოდ გაკეთებას აიძულებდნენ. ყოფილი ჯარისკაცის თქმით, კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერის ღია დაფიქსირების შემთხვევაში მათ მოსალოდნელი პროვოკაციითაც დაემუქრა, რის შემდეგაც მან კონტრაქტი გაწყვიტა. სამი შვილის მამა ბესიკ პატაშური სოციალურად დაუცველია. კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ კი მას რამდენიმე ათასიანი ჯარიმა ელოდება. ესეთი შეკითხვა იყო, რომ რა არის, რა ხდება ბატალიონის მეთაური. არაფერი მეტი რა უნდა ხდებოდეს. რაღაცო ხმაოთ, რაღაც არ მიგიციოთ, რა არის, რა ხდება. მე ვთქვა არ მივეცი მეთქი, იმიტომ რომ მე მიზეზიც მქონდა მეთქი, რომ არ მივეცი და საჭირო ჩავთვალე მეთქი, რომ არ მივეცი ხმა მეთქი. ჩვენ ხო ქონდა ლაპარაკებიო და მაღაზიო ლაპარაკიც იყო, რომ უნდა შემოგვიხაზა 5-ო რა. ჩვენ თუნდა გაგეთქვა ვაფშე საერთოდ არ წაგიყვანდითო საარჩევნო იმაში, რა ქვია, არჩევნების ხმისაცემად საერთოდ არ წაგიყვანით არაფერსო და დაიწყო ესეთი ამბავი რა, რომ ეს ბატაის მორჩა აქ ყველაფერი, ის ახსნა გარჩევა რატო არ მივეცი, თუ არა უნდა მიგვეცა, ვილაპარაკეთ ამის შესახებ, მოწყობებზეც იყო ხოლმე რომ 5 უნდა მივცეთ ხმა და რაღაც. არ შეიძლებოდა ეს იყო სამშობლოს ღალატი, რომ არ მიგვეცა რა, თქვა ხმა 5 ნომრისთვის.